მოდელი ინსტიტუტი საპროცესო შეთანხმების. პირდაპირ იყო ეს განმარტებით ბარათშიც, ეს არის კორუმპირებული ჩინოვნიკების საქმეთა განსახილველად, თუმცა იმ თავითვე საკანონმდებლო ბაზაში რაიმე შეზღუდვა, რომ ეს გარკვეულ სუბიექტებზე, ანუ გარკვეულ ბრალდებულებზე, ანუ კონკრეტულად კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე განხორციელდებოდა კანონში არ იდო, მაგრამ განაცხადი ასეთი ქონდა ხელისუფლებას, რომ ის კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებდა ამ მოდელს და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების გზით უკვე მიაღწევდა შედეგს. უცებ მივიღეთ ეს მთელ საზოგადოებას. ეს რასაკვირველია, პროკურატურამ იგრძნო გემო კვაზისასამართლიანი გამოძიების სწრაფი და ეფექტური სამართალწარმოების და სამართლიანობა უკვე უკანა პლანზე გადავიდა. რატომ? იმიტომ რომ ეფექტები დიდი იყო. ვამარცხებთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გამდევნით სახელმწიფო და საჯარო ხელისუფლებიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, ხარჯი ნაკლები არის და წყალებში მოგებასაც ვიღებთ. სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება საპროცესო შეთანხმების, ანუ მორიგების პერიოდში გადახდილი ჯარიმებიდან. გამარჯობა. სასამართლოში გაქვთ ამ პროცესი? აი. გამარჯობა. გამარჯობა. თამი საქმე გაქვთ სასამართლოში? კი, სასამართლოში საქმე მაქვს, მაგრამ ჩემები მშობლებაში არიან. რაში არიან უკაცრავად? მშობლებაში არიან, მშობლებაში. ანუ არ გექნებათ? ანუ გადაიდო? არა, მშობლებაში არიან და პასუხი გამცემდა. და პროცესი გაქვთ? როცა ბიშულის ილია შესაძლოა. რაზე რა ხდება? აცხაჩული მოვიდა მაშინ საკითხი. ჩხუბი მე მაგის მამდე ჩხუბი ყოფილა. რომ მივიდა მაგი მე არ ვიცი ამ მონაპარაკოს დიმენსიონოვი ჯერმალად აგენო მე ნაცემიო და დანაფონია და ტყობა ემი გუაში დაშოლების დრო შეშინდება ასე ვიქნები ხელსო და მოხვედრიათ
ასერით. ავიცი რა სვენი. არაფერს არ ველოდები კარგს. ორაი ახლა აქ არა სუზამ კაცო და ბაღანას მინდა რა ვანა ი არის არა დედა ი არა დედა საერთოდ თამაში გამარჯობა. არა, ის საქმეზე ბრძანდებით. ისი საქმე ობერცოვა. პატრონი ეგერ მიდის. ადვოკატი ბრძანდებით? ვისი ადვოკატი? თუმცა სტარელი ჩაბრაზის. სისხლის სამართალია თუ? სისხლის სამართალია. რა ხდება საქმე? 177 მოხლე ფურდადა. აგვისურდა მოიპარა. საიდან? ქუჩიდან. საპროცესში დახმარა ხდება. ანუ ცნო დამნაშავეთ. რა თქმა უნდა, თავს ცნობს მთლიანად გამოძიების პერიოდში ცნობს თავს დამნაშავეთ. აღიარებს შესაბამისად, ვინაიდან არის სოციალურად დაუცველი ჯარიმის გარეშე, პირობითი მჟავით ხდება საპროცესში დახმარის გაფორმება. რამდენი ხანია რაც მუშაობ? დიდი ხანი არ არის, დაახლოებით 2 წელი იქნება. პროკურატურისთვის მოვიგიათ რომელიმე საქმე? ასე როგორც მე პირად არ მქონია. მოვა მანქანა როგორ არისო მოვა მანქანა აი ბაში გამოხდა. გადაიდვა სასამართლო, გადაიდვა. ისევ გადაიდო? 30-ია ხო ჩანიშნული? 30-ია ჩანიშნული. 30. რამდენჯერ? 6-ჯერ. საპროცესო სიტყვაა ხო და ფული არ გქონდა საკმარისი. ხოდა გადაიდო. მივიდე და მომცემს ხო იმას? ანგარიშის ნომერს და ჩავრიცხავ ფულს და всё 29-ში. 29-ში რომელ საათზეა? ბატონო, ნახვით არ ანახვებს? ნახვით არ ანახვებენ. 30-ში რომელზეა? პირველ საათზე? 30-ში 12-ზე. აი და დილას ჩამოვალ და კინახა პროკურორს მაშინ. შევუთხარი ხო გნახავ დედამის. იგი მე უთხარი და არ არის პრობლემა რა. კაცო, გადარაცხო დასასწრაფო. დაი. ახალი უნდა გამევიდე, ისინი ეგერე და ისინი მეცნე და დეინახო. ხო, თუ საგარაცხო დასასწრაფო. არ ვიცით არაფერი შეერჩი. გადაიდე. ახლა მაიზეინა. თქვენი ვინ არის? ძმანა. საპროცესო რამდენს იყოს მაინც დაახლოებით? 2000 ლარი. გამოვა ჩაუვადე. გარეთ? მადლობა. ინფორმაცია არ არის. რა საერთო ინფორმაცია. რა საქმეა ვერ მეთქვით ამ რაშიდებენ ბრალს? ბატონო, რაშიდებენ ბრალს ვერ მეთქვით? ჩემი პატიმარი ყველა უდანაშაულოა. საპროცესოზე არაპირებს მუშაობა? არავითარ შემთხვევაში.
გამარჯობა. გამარჯობა. რამდენი ადვოკატი ხარ ხარ? ის ამჟამად 3. სიცხეს სამართალზე მუშაობ ხომ? მეშნაგლებად, მომავალ პერიოდში არა. აიღოთ ნებისმიერი 100 საქმე პროკურატურის გამონაძიები, იქ სომცირე მაქსიმუმ 1 ან 2 ადვოკატიზე იქნება ყველაფერი გაჭრილი 100 საქმიდან. სულ ცოტა სხვას მივუწოდეთ მით უფრო რომ 100-ვე საქმე თუ 100%-ით არა, სადღაც 99 საპროცესო მორიგებით თავდება დღეს. გარკვეულწილად საპროცესო მორიგებამაც საადვოკატო საქმიანობა უკანდაზია. ფაქტიურად რას აკეთებს ადვოკატი საპროცესო მორიგებაში? ეს აუცილებელი არის ადვოკატის მონაწილეობა. სხვა არაფერი. პროცესუალურად ადვოკატი უნდა ესწრებოდეს. აღიარებს დაცვის ქვეშ მყოფი და ფორმდება საპროცესო. ამით აღმოიწურება ადვოკატის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში. რატო ცნობს ყველა დამნაშავედ? წარმოუდგენელია რომ ყველა დამნაშავედ. ეს ალბათ იმან განაპირობა რომ მას აღარ აქვს იმედი, რაიმე შეღავათის მიაღწიოს მან. ანუ რაიმე კუთხით მან თავისი სიმართლე დააგვიროს. საპროცესოს გარეშე სასამართლოს მოგება დღესდღეობით შესაძლებელია სისხლში მე არ ვიცი. ეს გამომართლებელი განაჩენი მე პირადად არ გამიგია რომ უახლოეს ხანებში აი თუნდაც რაღაც 1-2 წლის განმავლობაში გამოვიდანოს. და თუ არ შეიძლება უზვიგის სასამართლოში სადღაც 4-5 წლის უკან იყო ერთი გამომართლებელი რა დანარჩენი უკვე ყველა საქმე აი როგორი ბრალდებითაც შემოვიდა პროკურატურა იმ ბრალდებითაც დამთავრდა საქმე. გამარჯობა, თქვენ როგორ ხართ? რა საქმე გაქვთ დღეს? მე ძირითადად პრინციპში სასამართლოზე დავდივარ. რა არის დღეს მაგალითად რა გაქვთ? 167-ე მოხდა. რა ხდება საქმეში? შეგიძლიათ კონსტრუქცია მოიპარა ადამიანმა და დღეს ვაკეთებთ საპროცესო დახმარებას. გამოდის რომ რეალურად დღეს ადვოკატობა არის პროკურატურასთან რამდენად მოახერხებ შეთანხმებას. ხო ის რომ შენ დაამტკიცო რომ შენი კლიენტი არის მართალი. არა, ახლა მაქვს როგორთაც საქმე, რომელზეც მართალია, მე პირადად ყოფილა რამდენჯერ შემთხვევა. როდესაც ადამიანს ეუბნები რომ მოდი, იცი არ გინდა პირობის ისა, საპროცესო, მოდი წავიდეთ, ვიბრძოლოთ, ვიკამათოთ, გავხადოთ საჯარო თვისებულება, თვითონ მეუბნება უარს. პროკურორი პირდება, რომ იცი შენ საპროცესო შემთხვევაში გაქვს ასე და ასეთი პირობები. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს უარესი შემთხვევა. ამიტომ ბრალდებული ფიქრობს რომ იცი ეს ნაღდია. ადვოკატი ვერ მეუბნება გარანტირებულ სიტყვას, ამიტომ ჯობია წავალ საპროცესო შეთანხმებაზე. მე კიდე უფლება არ მაქვს ბრალდებულის ან კლიენტის საწინააღმდეგოდ ვიარო, რაც არ უნდა 100%-იანად მეჩვენებოდეს ეს სიტუაცია. ანუ თორე ხალხის კონფორმულობაც უწყობს ამას ხელს. თქვენ წარმოგიდგენია დღეს რომ პროკურატურას მოუგოთ საქმე? ბატონოც არა. სავსები შესაძლებელია. შეიძლება არ მოხდეს პირველ ინსტანციაში, მაგრამ მოხდეს მეორე, მესამე ინსტანციაში და ასეთი მოხდარა კიდე. მოხდარა? არა, ჩემს პრაქტიკაში არა რა მოგაბ. გამარჯობა. გამარჯობა.
ადვოკატი ბრძანდებით? კი. ისი საქმე გაქვს ხოლმე? გაჩაღობა არის. თქოსნაობს თვითონ თუ არა? არა, არ ცნობს თემზადაშევით. არა. რა თქვენი კლიენტი არ ცნობს. იმის მოლოდინი გაქვს რომ გამართლდეს? არა, გასაჩივრება მოუწევს დარწმუნებული ვარ. ადვოკატი რა უთხრა იმან? რა ქვია? მოსამართლე, ხო? იქეთ ხო. მაგი არა, შენი გასათვლელი. ხო, კითხოთ რომ მაგას კითხოთ რომ. მოსამართლეს უნდა და შემოყვანა პროკურორმა თქვა ვარ. ხო და იმან შემოყვანა კაია, უნდა თუ უნდა კაცო მაინი არა, მაგრამ პროკურორს ვინ კითხავს, ძირითადია მოსამართლე იტყვის. ოჰო, ვინგი მოსამართლე ეს რამ. არა პროცედურები ჩატარებას უყურებენ. ნუ ჩატარდეს თუ რა, განაჩენია და ძელი იქნება აქამას რა. ტყილა რო კაჩა. აი ნუ რა დაგემოს. შენ რა გადიეს? აი ტირებს. всё, კამაი და წკი. აი ნუ გეშინი ედიკა გამოვაკიდო კაცი იქნება. ნუ გეშინი. გამარჯობა. გამარჯობა. ვის პროცესზე ბრძანდებით? ჩემი ძმის წინსას. რაშია საქმე, რა ძებენ ბრო? კურდოვას. გამოიპარა. არ მოუპარი არაფერი. ბრალდებულია უბრალოდ. არ ცნობს? არ ცნობს თავს დანაშაულს. რა შედი? ალბათ სასამართლოს ოფიციალურად არ განაჩენს ვერა წესით უნდა გაათავისუფლოს. რატო გონიათ ეგრე? არა დამნაშავეთ. და მესამე სასამართლო, ორი სასამართლო უკვე გადაიდო, იმიტომ რომ ვერ დაუმტკიცეს. რამდენი არიან საქმეში? 3. არც ერთი არ ცნობს თუ დამნაშავე. აქედან ერთი ცნობს დამნაშავეს, და 2 არის. ჩვენ ვიყავით, მაგრამ ეს საერთოდ რაშუაშია, არ ვიცით და ალბათ უნდა გათავისუფლდეს პატიმარს, დაუყოვნებ. არ აღიარებს დანაშაულს. ისინი კიდე იძახიან ჩვენთან ერთად არ ყოფილა. ხო, იგი რა თქმა უნდა. საიდან უნდა დაუმტკიცოს, რომ არ ყოფილა. გამარჯობათ. ამოლოდინი გაქვს. რა ვიცი შვილი, ამოლოდინი მაქვს, ამოლოდინი უნდა მქონდეს. შეიტყო სასამართლო ნანა? კი. დაწყებულია ეს ეგ სასამართლო. დაწყებულია. შევაგროვე ფული? კი, შევაგროვე ფული შვილი, შევაგროვე. სინწრით შევაგროვე 5000 ლარი. 5000 ლარი სინწრით შევაგროვე. გავყიდე ყველაფერი, რაც ოჯახში მქონდა ძროხა, ქათამი, რაც ხა მქონდა, სულ ყველაფერი დავყიდე. მაგასაც არ შობას, მოედა. რა ვიცი. აჭი აგერა აი გასი არ ედება.
მარა რაც არ უქნია ეს მომარაღია. ხო, რაც არ უქნია, ეს უცხო ამბავია, მაგრამ დასამტკიცებელია და ნახოთ რა იქნება. თავი ახლა ჯანმრთელობას მიხვევით. დაიგავშით. უკაცრავად. რა შემოვიდი. აი ხა ადამიანი მაგალითად ამბობს რომ არ არის დამნაშავე, ხო? კი ბატონო. წარმოგიდგენიათ რომ მოიგოს საქმე აღიარების გარეშე? თუ დავამტკიცებ რომ არ არის დამნაშავე, უნდა მოვიგოთ, მაგრამ 2004 წლის შემდეგ პრაქტიკულად ვარდების რევოლუცია რაც მოხდა, იმის მერე გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. თუ აღიაროს თუ საპროცესოა და ორწლიანი პატიმრობაა და თუ არ აღიარებსო 4-დან 7-მდე მოხდება. იციო, შეგვიძლია არ აღიარეთ საჩვენოს გადაგა გავიდა 2-3 და ბოლო-ბოლო რა ხდება? აი Ia, gero ara, Mogdan. არაფერი, უნდა ვიფიქრო შვილო, უნდა ვიფიქრო 4 წელი. უნდა ვიფიქრო. აბა ის შეთანხმება რო არ გაგეფორმებინათ მას შეთანხმება რო არ გამეფორმებია 7-დან 14-მდე რა ვიცი მე ამ ფერის იგია კანონები რა ვიცი ვიცი ციხეში, მეორე გარეთ. შემდეგ გააკეთო არჩევანი. წარმოგიდგენიათ ადამიანს არ ქონდეს ჩადენილი დანაშაული და ცნოს. წარმომიდგენია. როგორ არა? წარმომიდგენია. რატო იზამდა ეგეთ ამას ადამიანს? აი, შეიძლება სისუსტეც არის ამ ადამიანის იმ მომენტში. არჩევანი ყოველთვის აქვს ადამიანს. და ყველაზე ცუდი ის არის, როდესაც არჩევანი გაქვს მხოლოდ ცუდ და უარეს შორის. ამ შემთხვევაში ირჩევ უფრო შემსუბუქებულ ამბავს შენ ცხოვრებისთვის. იმიტომ რომ ყველა ვერდებს რა თავს გმირობაზე. ყველას არ აქვს მომენტი რა. როდესაც თანიცი რომ სისტემა არის დაუნდობელი და შეიძლება ციხეში ბოლო იყოს ის კედლები, რასაც ნახავ რა.
არც ეგ არის გამორიცხული. შეიძლება აგური დაგეცეს თავზე და პრაგულკის დროს ან გადაგწდეს უკვა ბალანდის და გაიხჩენ ციხეში. აქ ხედავ რომ შეიძლება გარეთ იყო მეგობრებთან ახლობლებთან იცხოვრო ისე ჩვეულებრივად ისე როგორც ცხოვრობდნენ. შეიძლება ვიღაცამ გამარჯობა არ გითხრას. არც ეგ არის გამორიცხული ზურგი შეგაქციოს. არა ნუ ცხოვრობ რა.